სული დეითია. საწყე. ის 30-ის სანამ გახდება. ვინმემ ინსტრუქცია რომ მოგაწოდოს და გითხრას წინ რა ველოდება. ცუდი არ იქნება. და იცი რა ვიფიქრე? ქალზე რო დავწერო სცენარი, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი. გასაკეთე, წინ არ იყურები. რომანტიკული კომედია ზოგადად იწყება ხოლმე ან ბრაზით, ან ზიზღით, ან რაღაც ნეგატიური ემოციით. 35-ის ვარ და არავინ არ მყავს. შენ რაღაც ძალიან ფრეში გაქვს მაგბუცე ხო? არა, ვერ ვიტან მაგდებს. ძალიან მეცნობი და ხშირად დადიხარ ხოლმე? და თან რაღაც გავიცანი. ცოტა გავდა კინოსა რა. ვერას დროს ვერც ერთ ქალთან ერთად ვერ ვიცხო. არა მე კაცი ვით. ყველაფერს. მესმის რომ ძალიან რთული პერიოდი ქონდა და საშინელებები გამოიარე. კაცები ამასებში ცოტა ინსირებულები. უსმენრამეს. არაფერს ვერ ვიტან მუსიკას. უი. გოგა! გუშინ ჩემი ფოტო ნახე რა იფიქრეს გოგო რომ ეს დაგასვა. ახსოვს რომ მეგობრებო ჩვენთან სექსი ყველაზე ძალიან ვისწორდებით თქო გაატყუებთ. თვითონ ჩემი შეგვარებული ხარ. შეიძლება მაგრა ვიქრაშები ჩვენ უფრო ეს პროფესორებს. რომანტიკული კომედიის წესის მიხედვით მე და იკა ბოლოს ერთად უნდა ვიყოთ. მე ცუდი გავა. ნები შორდებიან სწორ დროს, სწორ მომენტში. გასაკეთე ხო გაგიზდის მე სიროში. მე და შენ და კარიერა თუ ვერ აწყე, შენ ან იქნებ მე ვარ პრობლემა. არა ცხოვრება რომანტიკული კომედია ხო არ არის? ვენიცის მოგწონს თუ არ მოგწონს შენ ხარ ჩარჩენილი. შენ ხარ ჩარჩენილი. ოკეი, მაგრამ შენ ხარ. შენ ხარ. შენ ხარ. შენ. 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 შენ.